18 წლის ვიყავი გზაზე, მაშინ სვანეთზე რომ მოვდიოდი, 19-ის აქ შემისრულდა. პატარა და მყავს 9 წლის იყო მაშინ და კარგად იარა და მე გამიჭდა ძალიან სიარული. ხო და მშობლებს ვეხვეწებოდი დამტოვეთ ტყეში. ხო და მე ხვეწებოდი როგორ დამტოვებდნენ, მშობლები ჩემთან ერთად იყვნენ და ასე მეგონა თუ აი სული თითქოს აგერ გაქვთ საცხარო, ერთი ამოსუნთქვა და დამთარებულია, ძალიან ცუდად ვიყავით. სულ სველები ვიყავით, სულ გვაწვიმა, გზა არ ჩანდა, ღამე ვიარეთ ტყეში. სად ვაბიჯებდით ფეხს ვერ ვგებულობდით, მთაზე იყო, საშინელი ცას ვერ უყურებდით, მხოლოდ წვიმა. აქეთ გვესმოდა მდინარე ჩხრიალი, მდინარე მიდიოდა, იმას გრძნობდით, რომ საწყენ მდინარე იყო და არ უნდა გადავარდნილიყავით. შვილოს როტირის მამაკაცი, 21 წლის გოგოს, ის ჩემი მეზობელია. გარდაცვლილს და დედას ყოველთვის ეცდებოდა რომ არ გაგვეხედა. ყოველთვის ცდილობდა ჩვენ ხვდებოდით ბავშვები, იჯდნენ ქალები და ადგილზე კვდებოდნენ. თოვა მათ მოგვისწრო, უკვე მზემოთ მწვერვალზე. კარავში გვინდოდა შესვლა, მაგრამ კარავში ისეთი სასწაულება ხდებოდა, ფეხბურთზე ქალები, პატარა ბავშვები, თქვენს რამოდენიმე მე გზაში რომ ისინი გარდაიცვალნენ, გარეთ კოცონი დავანთეთ. პატარები ვიყავით, ჩვენც კიდე რა ვიყავით და ძალიან ცუდი გასახსენებელია, ძალიან ცუდი და დღეს რო უყურებ ამ უკრაინელ ხალხს, აი ჩვენი ამბავი მახსენდება. ეხლაც კიდე იცით ჩემ მეუღლემ თქვა, მოდი იარაღს დავიკავებ და წავალ. გული იქ აქ. მე ვთქვი, წახვალ და მოვდივარ. მეც წამოვა რაღაცას გავაკეთებ. მე ვიცი იქ რა არის. წავიდეთ მეთქი. არის ეს ბრძოლის უნარი კიდე აქვენ შემონარჩუნებული ამათ. მოდი წავალ. მეც მოვდივარ, მირჩევნია შენთან ერთად ვიყო. რა ქალები არ არიან, ხო არიან ისეთი კარგი გოგოები რომ უყურებ. როგორ არ არიან? მე ვიცი იქ რა ხდება, ჩვენ ვიცით ეს გაგვივია. ნეტავი იმას, ვისაც ომი არ ნახია. ნეტავი იმას. გავში ზურაში. როცა ბომბავენ და გონია რომ დღეს ახლა უყურებ შობელს, დედას, მამას, დედმამიშვილს ახლობლებს და მეორე წუთში ნარიც მათ შეხედავ თუ არა. იმიტომ რომ ისეთი დაბომბვები იყო ჩვენთან, ზღვიდან, ყველა მხრიდან, ციდან, საშინელება იყო, ყველა მხრიდან ვიბომბებოდით. საშინელება იყო. და მეორე წუთში არ იქნით, არ იცით შენ თუ ცოცხალი იქნები. და გონია თუ ბოლო შეხედვა არის, ბოლო ამოსუნთქვა არის. ქვაც მენატრება იქაური. ახლობელმა სოხუმიდან გადმოსულმა გადმოუტანეს მანდარინი, 1 კილო მანდარინი იყო. ეს 1 კილო მანდარინი მეც შემხვდა ერთი ცალი გადაანაწილ. ლამის დამილყა, აი უყურებდი, რომ ეს ჩვენი მანდარინია მეტი, ჩვენი მიწიდან. დედას დღესაც აქვს სოხუმის სახლის გასაღები. იქ ბოქლონი ჭიშკრის, გარაჟის, სახლის, აი დღესაც გვენახებას ჩვენ სახლში ის თითქოს და იქ დავხდება ამასობაში თქვენახევრის მერე გვერდით მეზობელმა დაწვა. გაიტანა ყველაფერი და შემდეგ ცეცხლი წაუკიდა. მე მთელ თბილისს ჩემი დამწვარი სახლი მეჩვენია. ჩვენ მეზობლები დღესაც მივსტირით ერთმანეთს. ჩემთვის ის ერთი ოთახს ვეხვეწებით, მხედავთ რომ როგორ ცხოვრობთ. არ მინდა შენი ერთი ოთახი, გამიშვი ჩემს სახლში. იქ გამიშვი.